Kia Motors Georgiam ორი პრობაციონერი და საქმე კომპანიაში ახალი თანამშრომლები პირველ ეტაპზე შეგირდის სტატუსით ისარგებლებენ და თვის ბოლოს ხელფასის სახით 200 ლარს აიღებენ. ხელობის ათვისების შემდეგ კი ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით გაიზრდება. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს იმედი აქვს, რომ პრობაციონერთა დასაქმების სურვილს სხვა კომპანიებიც გამოთქვამენ. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან შაშკინის უწყება მოლაპარაკებებს განაგრძობს. ბოლო თამის განმავლობაში ჩვენი ხელშეწყობით დასაქმდა 1000-ზე მეტი პრობაციონერი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით ამ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა თავისი შრომით მოიპოვონ ანაზღაურება და დაეხმარონ თავის ოჯახებს და მეორე მხრივ საზოგადოებაც ხდება უფრო უსაფრთხო, რადგან ამ ადამიანებს აქვს უკვე შესაძლებლობა თავისი კეთილსინდისიერი შრომით მოიპოვონ შემოსავალი. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ეს დასაქმება. მით უმეტეს პრობაციონერისთვის და მით უმეტეს სასჯელმოხტილისთვის. დაგვეხმარა სამინისტროც, რა თქმა უნდა, სამინისტროს რეკომენდაციით მოვედით საკმაოდ სერიოზულ კომპანიაში და დავიწყეთ მუშაობა. ვფიქრობ, რომ ყველა კომპანიის ვალდებულება, პასუხისმგებლობით პასუხისმგებლობა იგრძნოს და მისცეს შანსი იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს და მონდომება საამისოდ.